დღეს მსგავსი პროგრამა ბუკიჩიზე არ არის. განათლების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კალიგრაფიის კონკურსს აცხადებენ. კონკურსის მიზანი ქართული დამწერლობის, კალიგრაფიის პოპულარიზაცია და ხელწერის კულტურის განვითარებაა. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობა მოსწავლეებს, სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ქართული კალიგრაფიის კონკურსი 2010 წლის შემდეგ ყოველ წელს ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს მე-7 კლასიდან, ასევე ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. კონკურსში ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზრდასრულმა ადამიანებმა, როგორც საქართველოში მცხოვრებმა, ასევე საქართველოს საზღვრებსგარეთ მცხოვრებმა პირებმაც. ბოლოვა და ნამუშევრების წარდგენის გახლავთ მიმდინარე წლის 22 ნოემბერი მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ნამუშევრები უნდა წარადგინონ რესურს ცენტრებში, ხოლო სხვა ზრდასრულმა პირებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ქართულ კალიგრაფებს, ქართულ მოღვაწეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ქართული დამწერლობის მიმართ. სამწუხაროდ ბოლო 1-2 საუკუნის განმავლობაში ეს დამოკიდებულება ერთგვარად შეიცვალა, ეს ბუნებრივიც არის, შემოვიდა ბეჭდური კულტურა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ტრადიციულ დამწერლობას.